გამარჯობათ, მოგესალმებით, საღამო მშვიდობისა. ჩვენო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო. დღეს პარასკევი დღეა და ტრადიციულად ბატონ ოთარ ჭითანავასთან ერთად ვიქნები მე ბექა თავბერი კაპანაძე. მოგესალმებით ყველას. მეც მოგესალმები ოთო. მიუხედავად იმისა, რომ სამძიმარი არაერთი გვითქვამს, აქ საეთერო სამძიმარიც მინდა გითხრა, ასე დასწრებულად, რა თქმა უნდა, ამ ძალზე დიდი დანაკლისისთვის, რასაც მამის გარდაცვალება ქვია და თან რა კაცის, როგორი ადამიანის ეს სამძიმარი შენს და ოჯახის მერე ეკუთვნის ალბათ ძალიან ბევრს თელს ქვეყანას. რაც შეეხება უფალმა მოიხსენიოს მისი სული. რაც შეეხება მიმდინარე მოვლენებს, თვალის მოხუჭვისთვის ვერ მოიცლი ადამიანი, ან რა დროს თვალის მოხუჭვაა პატივცემულებო, როცა არც თვლემს და საერთოდ არ ძინავს ბოროტებას, ხო? ეშმაკს, ასე ვთქვათ. და ესეც არის. რომ არა ეს ძალა, რასაც ბოროტება ქვია, და მასზე დამორჩილებული, რა თქმა უნდა, ადამიანთა ჯგუფები, ზევით, ქვევით, რა ვიცი, სადაც არიან, გაცილებით მეტად ეხლა, აი ბერკეტ ჩაბარებულ ადამიანებზე მაქვს აქცენტი, რომ არა ასე, გაცილებით მაგისტრალურად სხვაგვარად იქნებოდა და წარიმართებოდა ჩვენი ქვეყნის ბედიღბალი და განვითარება. მოგეხსენებათ, ოთო, ესე იგი, ახალი ამბავია თავისთავად, რა დააძველებს პირიქით დინამიურად მიმდინარეობს ეს პროცესი, დაასანქცირეს ორი ტელევიზია, TV იმედი და ეს Post TV, მისი შვილობილი. ჩვენთვის გასაგებია და ყველასთვის, რომ ყველასთვის რა გითხრათ, ნეტავ ყველასთვის ესე იყოს, როგორც რაც საჭიროებს, ასე ვთქვათ, საღდამოკიდებულებას და ასე ვთქვათ, განსაზღვრას, ანალიტიკას. და ანალიტიკაც ძალზედ მარტივი ასეთია, რომ ჩვენი ქვეყნის ნებისმიერი რამე, რომ ჩერდება გარე ძალისაგან, ჩვენი ქვეყნის გნებავთ პოლიტიკური ძალა, თუ მისი რუპორი ტელევიზიები, თუ ნებისმიერი სტრუქტურა, როცა სანქცირდება, იბლოკება და დიდ მარწუხებში ექცევა და გარე ძალისაგან, ეს ქვეყნის პრესტიჟს, ქვეყნის იმიჯს, მთლიანად ქვეყნის იმიჯს, ესაა სახელმწიფოებრივი ხედვა. ქვეყნის იმიჯს ძალზედ შეურაცხყოფს. და ამ შეურაცხყოფის ზღვარზე და აი ამ ვითარებაში ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, ვინც ჩაგვაყენა უკვე მე-14 წელიწადი მიდის წინა რეჟიმზე. არაერთი თქმულა, არაერთი გვითქვამს, მისი სისასტიკე დღესაც მრავალ სტანზე გვატყვია, მაგრამ მე მთლიანობაში ერთიანად მოვაქცევ მათ, ასე ვთქვათ, კოჰაბიტირებულ კონგლომერატს. შალვა პაპუაშვილი ბრძანებს ახლა ამ ყოველივეზე, ალბათ მოისმინეთ თუ ან გაეცანით, რომ ფაქტიაო, რომ უცხო ქვეყანაო, თავს დაესხა ქართულ მედიასო, რა, ხო, ახლა თავს დაესხა ეს საკმაოდ ისეთი განცხადება. დღეს კიდევ ვინც ჩუმად არისო, ბატონოთარ, ან იკავებსო, ემხრობა ბრიტანეთის გადაწყვეტილებებსო და დგება უცხო მხარესო, ან ჩვენი ლეგიტიმური ძალის წარმომადგენელია და აი ესე უნდა შეხედოს როგორც ჩვენო. მეგობრებო, ასევე არ დააკლო ივანიშვილის პრემიერმა, რომ ბუნებრივიაო, მე ციტირება მინდა გავაკეთო, ბუნებრივია თავისუფალ ქართულ მედიაზე თავდასხმების მოტივი არისო, ცოცხალ მკვდარი ოპოზიციის მაჯისცემის შენარჩუნებაო. ბატონებო, ცოცხალ მკვდარი რომ იყო და სიცოცხლის ნიშანწყალიც არ ჰქონდა,
იმ ოპოზიციას, რომელიც თქვენ თავარ ოპოზიციურ ძალად წარადგინეთ, დანიშნეთ და სრული ინტეგრაცია თითქმის მოახდინეთ ერთმანეთში, მთავრობაში გადმოაპორტირეთ, აი სწორედ მაშინ შეგეძლოთ თქვენ არა манипуляция და манипулირება, რასაც დღესაც წარმოებთ, ვიღაცას დაიჭერთ, ვიღაცას გამოუშვებთ, მერე აფინანსებთ, მანამდეც არაერთ გზის დაგიფინანსებიათ და ასე შემდეგ. ანუ რაც შეიძლება მართული რო გქონდეთ ეს პროცესი უნიჭოთ, მაგრამ მაინც ძალზედ მტკნარი, როგორ გითხრათ, აი შორს არა მიმავალი პოლიტიკაა თქვენთვის, თქვენგან ნაწარმოები, თქვენგან ასე თქვათ გაჟღერებული და მინდა გითხრათ, რომ აი თვითონ ბატონი კობახიძეც, რომელიც ბრძანებს, რომ აი მაჯისცემას თურმე აძლიერებს ეს ბრიტანული სანქცია ოპოზიციურ მაჯისცემას, ხომ? მათთან ერთად ან უცხოელებთან ერთად ეს ოპოზიციაც ვერ ხედავს, რომ ჩვენ ერთ მხარეს ვდგავართო ხალხის ნდობით აღჭურვილი, ანუ ლეგიტიმური ძალაო და მეორე მხარეს დგას აგენტურაო, ანუ ერთი ლამის ლექსიკა თითქმის იდენტურია, რაც პაპუაშვილმა ბრძანა, ხომ? აი მინდა ყურადღებით მოისმინოთ ერთი რამ, რაც მინდა ეხლა ხაზგასმით თქვა. კვლავ პოლარიზაციას ცდილობენ. აი ის აზრი, რაც დავიწყე, რომ მაშინ შეეძლოთ სწორედაც რეჟიმის გაუქმება, რეჟიმის თვითონ პარტიის გაუქმება, როცა ხელის გულზე იდო და დევს აბსოლუტურად ყველაფერი, თუ რა კონდიციამდე, რა უფსკულის პირას მოიყვანა წინა რეჟიმმა, ასე თქვათ, ჩვენი ქვეყანა. მაგრამ ფაქტია, რომ თქვენ არ დააკელით და კიდევ უფსკულისკენ ბიძგებით, რა თქმა უნდა, აი სრული დანთქმისკენ უბიძგებთ ჩვენს სამშობლოს და მაშინ შეეძლოთ მეგობრებო, რომ რეჟიმი აკრძალულიყო, პარტია აკრძალულიყო. ნიურნბერგის პროცესი თქვენ ძალიან კარგად გახსოვთ. თვითონ პარტია აიკრძალა, აი ეს ნაცისტური პარტია აიკრძალა და მას აღარ შეეძლო, რა თქმა უნდა, მონაწილეობა მიეღო არანაირ არჩევნებში და საერთოდ აქტივობა ქონდა მას აკრძალული, იცით? და ეს თქვენ არ მოიმოქმედეთ, ეს ცხადია, ყველამ კარგად ვიცით ოთარ და პირიქით მათ ფონზე საუკეთესო წარმოჩენის მიზნით ცდილობდით და დღესაც ცდილობთ სწორედაც თქვენ გააძლიეროთ მათი მაჯისცემა. ისინი გარკვეული ჯგუფი უსახურად თუ როგორც გამოიყურებიან ნაწილობრივ, ეს თქვენ სურვილში ძევს რამე თუ საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაანახოთ რაღაც თუ კი რაიმე შეცდომა და რაღაც ისეთი სხვა ნაბიჯი გადაიდგა მეორე მხრიდან და ეს პოლარიზაცია დაწყებული გაქვთ თქვენ დღიდან მოსვლისა. ეს პოლარიზაცია თქვენ ჯერ არაფერს კარგს არ დაგმართებთ, მაგრამ უბედურება ისაა, რომ ქვეყანას ერჩის თავიდან ბოლომდე. როგორ რას ბრძანებთ თქვენ აგენტურას ვის უწოდებთ? კიდევ შუა გაკრეფის პოლიტიკაში ხართ და ამ პოლიტიკის მიმდევრები რო ხართ გასაგებია, მაგრამ როგორ ვერ ხედავთ ადამიანებს აი ამ დიდ პატრიოტთა ძალებს, პატრიოტულ ამ ფრონტს, რაც გახსნილი აქეთ და არიან კიდევ პატრიოტებს რადალებს ჩვენს ქვეყანაში, ჯგუფები, ადამიანები ინდივიდუალურად. როგორ შეიძლება ამ მთელი პატრიოტული ძალის იგნორი და კვლავ სწორება? თქვენ ეხლა ასე ვთქვათ, ირიბად კიდევ აძლიერებთ იმ ადამიანებს, იცით, რომ ჩვენ ვართ და ჩვენს შემდეგ მეორე ძალა კვლავ ესენი არიან. და აიგივებთ კიდევ ბევრ ისეთ მართლაც წარმოსადეგ, მართლაც უკომპრომატო სუფთა წარსულის ეროვნული ცნობიერების პიროვნებებს და ძალებს, რომლებსაც საერთო არაფერი არ აქვთ არც თქვენთან და არც საერთო თქვენს ერთიან რეჟიმთან. ასე რომ ევროკავშირშიცო, ევროკავშირის ბიუროკრატიაშიცო იგივე პრობლემებია, რაც
ბრიტანეთის მთავრობაშიო. ეს უკვე კრიტიკას ვერ უძლებს კი არა, არ ვიცი, ალბათ საკუთარი თავის ცინიზმია, ხო? უნებურად. ბატონო თარ გვესმის რომ იმიჯი შეილახა და გარე ძალისგან რომ მოხდა ეს და ეს ბერკეტები მის აღმატებულება ქალთვალ ერს სრულიად წაართვა იმ ძალამ რომელიც დაქირავებულია წესით მაგრამ ის სხვაგვარად ფიქრობს ის არანაირ დაქირავებულის პოზიციაში არ არის ამ ყველაფერმა სადამდე შეიძლება მიიყვანოს ჩვენი ქვეყანა უპირველეს ყოვლისა და გნებავთ ეს მედიები რომლებიც ვის მიმართაც ეხლა სრული მზადყოფნაა გაცხადებული დავალებულიც ალბათ რამოდენიმე ბანკზე ეგ ერთ-ორ ბანკს ალბათ მზადყოფნა გამოუხატია იმისა რომ ითანამშრომლოს მათთან ეს ყველაფერი საიტკენაც მიგვაქანებს ნათელია მაგრამ აქ თქვენი მოსაზრება ამ საკითხზეც მე შემდეგ კიდე უცხოურ ასე ვთქვათ თემატიკასთან კონტექსტში და პრიზმაში ყოველთვის საინტერესოა ხოლმე და ეხლაც ინტერესით მოგისმენთ. გაიხარეთ. მივესალმებით ტელემაყურებლებს და რადიოსმენელებს, მართლაც ძალიან ბევრი პრობლემა დაგროვდა დღეს ჩვენი ქვეყანაში, როგორც ქვეყნის შიგნით, ისევე ქვეყნის გარეთ, ნუ არ ვიცი, რომელი ახალი ამბებით უნდა დაიწყო, როცა მაგალითად ეხლა ვგებულობთ რომ ამერიკაში ესე იგი ახალი გამოპროექტი მზადდება ქართული კოშმარის და მეგობარი აქტის შემდეგ კიდევ ესე იგი ისევ არის წინა პლანზე წამოწეული ეს ჰელსინკის ჯგუფი ჯო ვილსონის და სტივ კოინის მეთაურობით რომლებიც ახალ აქტს ამზადებენ და ეხლა ის გადის თავის სპეციფიურ პროცედურას წარმომადგენლობით პალატის საგარეო კომიტეტში აქეთ ევროკავშირის ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადება მოვისმინეთ წერილობით რომელიც მართლაც ძალიან შემაშფოთებელია უკვე ბევრი მართალია ბევრი ირონიული და ისეთი დამოკიდებულება ამოვიკითხე ამ წერილში რომ რა ვიცი ხა ის რა შინაარსიც არის ეს როგორც თვითონ ეძახიან ამბობენ ეს უცხოელები რომ ეს საქართველოს დემოკრატიის გადარჩენისთვის არის თურმე აუცილებელი ის რომ ესე იგი ჩვენ ვიზა ლიბერალიზაცია გაგვიუქმდეს რადგან ქვეყანაში შეინიშნება სისტემური უკუსვლა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან და სხვა გამოსავალს ისინი ვერ ხედავენ ირონია იმაშია რომ ადამიანის უფლების დაცვის მოტივით ჩვენი უფლებები ილახება, ჩვენი ხალხის უფლებები ილახება, რომელიც ვერ შეძლებენ ევროკავშირის ტერიტორიაზე გადაადგილებას. პრაქტიკულად შენგენის ზონა იქცა რაღაც დახურულ კლუბად, სადაც მთელი ეს ევროკავშირის პოლიტიკა იქნება მიმართული იქითკენ რომ მთავრობის პოლიტიკური ნაბიჯების იმ ნაბიჯების რომელიც არ მოეწონება ევროკავშირს იქ იქნება აი ასეთი პასუხი როგორც დღეს გვაქვს ევროკავშირის მხრიდან რაც პირველ რიგში მაინც აზარალებს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას იმიტომ რომ ხედავთ რომ ხელისუფლება უკან არიხევს ხელისუფლება აძლევს თავს უფლებას ბოლო წლების განმავლობაში თავს დაესხას როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებს ისევე ევროკავშირს და ბევრ საერთაშორისო სტრუქტურას, ნუ არ ვიცი გონიათ ალბათ რომ რახან ამერიკა ზოგჯერ აკრიტიკებს ევროპას, ამათაც აქვთ ამის უფლება და ჩვენ რომ ასე რჩებით პრაქტიკულად იზოლირებული გარესამყაროსგან და ძალიან ბევრი ბენეფიტი აკლდება ამით ჩვენ ქვეყანას, ამის გააზრება რატომღაც ჩვენ ხელისუფლებას არ უნდა. ის რაც ხდება ქვეყნის შიგნით მართლაც ძალიან გულდასაწყვეტია, იმიტომ რომ ჩვენ ის ხალხი ვართ, რომელიც სააკაშვილის დროს აქტიური გულშემატკივრები ვიყავით TV იმედის, იმიტომ რომ მაშინ ხო გახსოვს სულ სხვა ვითარება იყო, პრაქტიკულად ეს იყო ერთადერთი პრაქტიკულად ერთ-ერთი მთავარი არხი, რომელიც
რომელიცგანაც ისმოდა სიმართლე და რომელიც არხისაც ხალხს ჯეროდა. კი, ობიექტური იყო ყველაფერი. ობიექტივი მაშინ ფეხს იდგავდა, ახალი იყო. რა იყო იქ მაესტრო კიდე და მაესტრო იყო კავკასია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი და სხვა შორის 7 ნოემბერს ჩვენ როცა ყველანი მაგრა დაგვარბიეს, ჩვენ წავედით შემდეგ TV იმედთან, როცა გავიგეთ, რომ იქ ამ არხს რეალური საფრთხე ემუქრება და იქ კიდე ერთი დარბევა იყო ძალიან სერიოზული. ჩვენი მე იქ ვიყავი და ჩვენი მეგობრები, რომლებიც მართლაც ძალიან სასტიკ დაპირისპირებაში მივიღეთ მაშინ იქ მონაწილეობა. ამიტომ მართლაც გულდასაწყვეტია, რომ ეს არხი შემდეგ იქცა რაღაც ერთი პოლიტიკური ორგანიზაციის პროპაგანდის იარაღად, რუპორად, რომელმაც სამწუხაროდ იქამდე მიიყვანა ამ არხის მდგომარეობა, როგორშიც დღეს აღმოჩნდა. ნუ ეხლა შემთხვევითი ნამდვილად არ არის, რომ რამოდენიმე კვირის წინ იმან რუხაძემ გადაწყვიტა ამ არხის დათმობა. ნუ ალბათ ქონდა რაღაც ინფორმაცია, ალბათ უთხრა კიდევაც ქართული ოცნების ხელმძღვანელობას, რომ იქ რაღაც ჩემშია რაღაც პრობლემა და მე გავიწევი განზე, ალბათ ნუ რა ვიცი. ზარია და მივიღოთ ზარი და მობრძანდით გამარჯობათ. შეიძლება ბატონო? დიახ, შეიძლება. ხო. სამთიმას უცხადებ ბატონ ოთარ და ცოტა თემაზე გადახვევა. ძალიან კარგი საერთაშორისო სპეციალისტია მაგი და აი ირანის ამბავი ქვეყანაში როგორ აისახება ცოტა ორი ციფრით რო გითხრა. ირანთან კავშირში? დიახ, მადლობთ. ირანშიც მართლა ძალიან რთული ვითარება დღეს პრაქტიკულად ამხელა სამხედრო კონტინგენტი რომელიცაა გადასროლილი ამერიკის შეერთებულ შტატებს იქ არაბეთის ზღვაში და პერსიდსკის ზალივ როგორ არის სპარსეთის ყურეში არახსოვთ 2003 წლიდან როცა სადამ ხუსეინის დიქტატორული რეჟიმის დამხობის პროცესი დაიწყო სწორედ მას შემდეგ ამხელა სამხედრო კონცენტრაცია არავის არ ახსოვს იმიტომ რომ ეს ათობით და ასობით სამხედრო კატარღები და კრეისერები არის პირდაპირ მიბჯენილი ირანს ეს B-52-ები, F-16, F-15 ასობით თვითფრინავი, რომელიც მართლაც, ნუ ეხა ამხელა კონცენტრაცია როცა ხდება, იქ მართლაც უკვე პრაქტიკულად ერთი ნაბიჯია სამხედრო ოპერაციის დასაწყებად, თუმცა სახმელეთო ოპერაცია მართლაც ძალიან გაუჭირდება ამერიკის შეერთებულ შტატებს, ჩვენ გვახსოვს 8 წლიანი ომი ირანსა და ერაყს შორის, როცა ირანმა 10 მილიონი ჯარისკაცის მობილიზება შეძლო და ამიტომ ძალიან ბევრი წლები დაჭირდა იმას, რომ ეს კონფლიქტი დამთავრებულიყო და ეს მართლაც სახმელეთო ოპერაცია თუ დაიწყო, მართლაც ძალიან რთულ გაუჭირდება ამერიკის შეერთებულ შტატებს. მართალია ორკვირიანი ომი, რომელიც იყო გასულ წელს, სადაც მონაწილეობდა ასევე ისრაელი, იქ ბევრი საჰაერო სისტემა იქნა წყობრიდან გამოყვანილი, მაგრამ ირანმა მოახერხა ამ კომპლექსების აღდგენა იმით, რომ რუსეთმა და ჩინეთმა დაიწყო ამ კომპლექსების მიწოდება. მართალია სრულად არ იქნა ეს აღდგენილი, მაგრამ გარკვეული ნაწილი საჰაერო სისტემების ისევ წყობრში არის და ირანს შეუძლია ხა ძალიან მნიშვნელოვანი წინააღმდეგობის გაწევა, არის ასევე იქ სრუტე, სადაც გადის, ესე იგი, მას გააჩნია ბერკეტები. კი, ბერკეტების რისი გადაკეტვაც ხორმუზის სრუტე, რომლის გადაკეტვის შესაძლებლობა აქვს დღეს ირანს თავისი გემებით, თუმცა ამერიკის შეერთებულ შტატების სამხედრო ფლოტ შეუძლია იქ იერიში მიიტანოს. Ну, მაგრამ ძალიან რთული ვითარება რაღაც ბერკეტებს ფლობს ირანი, ვიმეორებ, რომელსაც შეუძლია მართლაც თუ ამ სრუტის გადაკეტვა შეძლო, ძალიან მაგრა შეაფერხოს ნავთობის მსოფლიო ბაზარზე გატანა, იმიტომ რომ ნავთობის მსოფლიო ბაზრის 40% სწორედ აი ამ სრუტით გადის, რომელიც მსოფლიო ენერგეტიკის ერთ-ერთი არტერიად, ერთ-ერთი მთავარ არტერიად ითვლება და ამ ხრივ ძალიან ყურაცაღებია ეს ამბავი, იმიტომ რომ შეიძლება მსოფლიოში ნავთობის ფასი მკვეთრად გაიზარდოს. Ну, მართლაც პარალელურად
არის მოლაპარაკებები იმაზე, რომ ირანმა შეწყვიტოს დაფინანსება ხეზბოლასი, იქ კიდე სხვა დაჯგუფებების, ხამასის და ბევრი ტერორისტული ორგანიზაციის, რომელსაც ირანი ღია დაფინანსებს და ირანი ამბობს კიდევაც, რომ მე თუ ამათზე ვთქვი ამათ დაფინანსებაზე ვთქვი უარი, ჩემი ხელისუფლება ჩამოიშლება. ამიტომ ირანი პრინციპულად და კატეგორიულად არის წინააღმდეგი ამ მოთხოვნის შესასრულებლად. პარალელურად გვესმის, რომ შახის შთამომავალი მზად არის, რომ დროებითი ხელისუფლება ჩაიბაროს, დროებით ხელისუფლება, რადგან თulis საჭიროდ, რომ ქვეყანაში რომელსაც უკვე დიდი ხანია დაკარგული აქვს დემოკრატიული ტრადიციები და საერთოდ საარჩევნო სისტემა არც იციან რა არის, იმიტომ რომ მას შემდეგ რაც ირანში მოვიდა ეს სასულიერო პირები აიათოლების სისტემა ხელისუფლება, მას შემდეგ არჩევნები არც ჩატარებულა. ამიტომ შახის შთამომავალი თulis რომ ფეხლევი თulis რომ უნდა ჩატარდეს არჩევნები და ის ამ პერიოდში შეძლებს შეასრულოს დროებით მოვალეობა პრაქტიკულად ეს იქნება ტექნიკური მთავრობა როგორც მას წარმოუდგენია გარდამავალი პერიოდის რომელიც შემდეგ არჩევნების შედეგად გადააბარებს ხალხის მიერ არჩეულ პოლიტიკურ ძალებს ხელისუფლებას. კი ბატონო, თან ქალბატონი კითხვაში ჩანდა რა თქმა უნდა და ბუნებრივადაც რომ მაინც და მაინც ირანის ბედიღვლით არ იყო დაინტერესებული და ეს ბუნებრივია. საფრთხეები ჩვენთვის. საფრთხეები არსებობს იმ თვალსაზრისით რომ თუ კონფლიქტმა მიიღო რაღაც ისეთი დროში შეუქცევადი ესეთი პერმანენტული ხასიათი, მაშინ აუცილებლად გაჩნდება დევნილები და მათ იქნება იქ წარმოგიდგენთ ეს ყველაზე დიდი ქვეყანაა ახლო აღმოსავლეთში ჯერ ხო ტერიტორიით და მოსახლეობითაც არანაკლები 90 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და რამოდენიმე მილიონი მაინც ეცდება რომ ირანის ტერიტორიის საზღვრები დატოვოს და მე არ ამგონია რომ ხა ეს ხალხი გაეშუროს ავღანეთისკენ ან პაკისტანისკენ ან ისედაც არ გვაკლია თურქმენეთისკენ რომელიც არის სრულიად დახურული ქვეყანა ეს ტალღა შეიძლება სამწუხაროდ დაიზრას კავკასიისკენ და ამ ხალხის შეჩერება იქნება ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა ჩვენერი პატარა ქვეყნებისთვის. მართლაც გაეროს პაქტი მონაგონე იქნება. კი, პირველ რიგში სომხეთი და არ ვიცი, მე ჩვენა ვართ. ძალიან ახლოს ხდება ეს. სომხეთი ვერ შეაკავებს ამ ნაკადს. ძალიან ახლოს ხდება ეს პროცესი, ამიტომ მართლაც საყურადღებო და საგანგაშო ვითარება ამ თვალსაზრისით. დიახ, გენაცვალი ასევე პლუს ოთა რომ ესე იგი ეს გასაგებია ყველაფერი და სახეზია ეს საფრთხე უпростоრად კარგად ჩანს, მაგრამ შენ როცა ადგილზე აქ ყავს ოფიციოზე ოცნების ხელისუფლება, რომელიც ირანის დროშის ფერებში ღებავს რაღაც უწყებებს და სატელევიზიო ანძას, ასე ვთქვათ, ხო, ესე იყო, ეს კონკრეტულად არის არა კოლაბორაცია, არა საკუთარი ქვეყნის ინტერესების შესაბამისად მოქმედება, ხო, ადეკვატურად. არამედ არის ის არც ბეწვის ხიძზე სიარული. ცალსახად საფრთხის მომტანი ჩვენი ქვეყნისათვის, რადგან აბსოლუტურად არაფრიდან არ მომდინარეობდა ეს საჭიროება, რომ ჩვენ დროშის ფრად შევღებილიყავით, შეიძლება ასე ითქვას და აღარ ვსაუბრობ პრეზიდენტისა და ეგრეთ წოდებული, ასე ვთქვათ, მთავრობის პრემიერი ბრძანდებოდა ხომ ვიზიტებზე იქ, თუ როგორი ქედის მოხრით და თაყვანის ცემით და პატივს მიაგებდნენ მართლაც ჩვენი ქვეყნის ისტორიულ მაოხრებელ ადამიანებს ყუმშიც ბრძანდებოდნენ მე მგონი რა ვიცი ხო და აი ზარია ეთერში მოგზანდით საღამომშვიდობის საღამომშვიდობის მე მინდა ისე მათემატიკა დაუბრუნდე ახლა ქალბატონმაც მოგცათ კითხვა აი ჩვენ თავობა თქვენდა მაინტერესებს ბატონებო ხარე ხომ არ აღმოჩნდება ხარე ჩვენ ხო არაფერი ჩიდი არ გველოდება მეთის ყალობით მეთმა დაგვიცვას ჩვენი ქვეყანა დაიცვას და აი დროშის ფერებით თუ გაანათეთ ეს აზერბაიჯანის დროშის ფერებით ჩვენ ხარე ხომ არა ვართ აი ეს მოსახლეობა გვაინტერესებს ეს ერთი მეორე კიდე
რომ დაინგრებიან როგორც თქვენ ბრძანებთ ეს ტოლვილები და გამოვლენ ჩვენ მხარეს. ჩვენს მთავრობას ჩვენთვის ვერ მოუხედია. ჩვენ ყველას გაჭირებაში მართალია ბრძანებენ რომ აი აღმოიფრა ისო რა ქვია სიღარიბეო და კარგად აყავსო მოსახლეობა მაგრამ რა ვიცი ყურები ხო არ არიან თქვენი ტელევიზიიდან სულ ესმით მოსახლეობის ლაბარაკი რა ვიცი რანაირად არის აღმოქმნილი და როგორ უნდა გაუკლდეს თუნდაც იმ ტოლვილებს როცა ჩვენი საკრედო პენსიონერებს და სოციალ დაუწყებლებიც მოხდა უნდა და განახევრება და ვერ მოუხედიათ და აშუშინებენ თავიანთ პენსიონერებს. გვაინტერესებს ერთი თავობიდან და ძალიან სტატისტიკურებო განცდის პასუხი. მე შეშფოთებული ვარ როგორც ყველა იმიტომ რომ აფრიკის მოქალაქეა და გაიხარეთ, დიდი მადლობა ზარისათვის. ფაქტია, გეთანხმებით, რა თქმა უნდა, როგორ შეძლებს თავრობა და ქვეყანა ვერ შეძლებს, ბუნებრივია ვერ შეძლებს იმ ნაკადების მიღებას და ისევე კვლავ ცხოველუნარიან ყოფას, როგორადაც რისვაი ვაგლახით დღეს გამოვირჩევით, უბრალოდ დღეს ვარსებობთ, ხომ? თქვენ ბრძანეთ მხარე ხომ არ ვიქნებითო, ან მხარე ხომ არა ვართო. საერთოდ მხარედ ყოფნას განსაკუთრებული იმიჯი, განსაკუთრებული ძალოვნება და გულოვნებაც და პრესტიჟი და ავტორიტეტი სჭირდება. როცა ნებისმიერ აქ ახლო სამეზობლოში კონფერენცია ფორუმებზე არ გთვლიან ღირსად რომ დაგიძახონ, შენ არათუ მხარე, არც კოზაკი აღარ ახარ უკვე აქლემთა შორის. შენ არაფერი არ ახარ, რაღაც ერთგვარი სადესერტო თემა ხარ და საითაც манипуляციით თან ძალიან კარგად უწყიან თუ როგორი ხელისუფლება ბრძანდება დღეს თბილისში, საქართველოში, რომ ოღონდაც თვითონ საკუთარი კეთილდღეობა იხილოს, ყველაფერზე ხელის მომწერია. ასე რომ მხარეობაზე რა გითხრათ, მაგრამ ფილოსოფიურად რაღაც თეორიულად, რა თქმა უნდა, ეს მხარეობისკენ გადადგმული ნაბიჯია, რადგან კონკრეტულად 1-2 რამდენი შეიძლება ჩამოთვალოთ, როცა დიდ სიმპათიებს ავლენენ ეს ადამიანები მათ მიმართებაში, რომლებიც დღეს სამიზნეები არიან დასავლეთის კარგით ნოვიტყვით ცივილიზებული და საერთოდ ჰეგემონ სახელმწიფოებზე ცივილიზებულს იტყვი თუ არ იტყვი, ამას დიდი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. ის ცივილიზებულ ტექნოლოგიებსაც ფლობს. ის know-how ყველა მეთოდი აღჭურვილია, ძლიერია, ყოველთვის ასეთი იყო და იმპერიული სულისკვეთებით მოქმედებს. ასე რომ საქართველოს უბრალოდ არ გაიჭყლიტოს, თორემ მხარეთ თუ ხართ და მხარეს წარმოვადგენთ ჩვენ, რაღა გვიჭირს ბატონო? აგერ აზერბაიჯანზე შეიძლება ითქვას, თუ რომელ მხარესაც დაიჭერს, ის მართლაც მხარე იქნება, რადგან მისი მილიტარიზაციით, მისი ეკონომიკური მდგრადობით, გნებავთ სამომხმარებლო კალათის კუთხით და საერთოდ საგარეო პოლიტიკის მიმართულებებით, ეს ქვეყანა დღითი დღე დიდ იმიჯს და ავტორიტეტს იძენს. ჯერ ის მარტო რათ აღირს ოთარ, რომ ანკარა რომ შოკირებული დარჩა, მაგრამ აქ ვიცით ჩვენ თურქეთი როგორი ზურგია აზერბაიჯანის ქურთისტანში, ასე ვთქვათ, ერაყში, პასიოს საელჩო და დიპლომატიური ურთიერთობები დაიწყეს აზერბაიჯანელებმა, მათმა ოფიციოზმა, ხო მართლა ხერხემლიანმა პოლიტიკოსებმა. წარმოიდგინეთ ეს როგორი მიუღებელია, მაგრამ გასაგებია. მათთვის გასაგებია. დინამიურ პოლიტიკაში ჩნდება და ვლინდება თუ რა დროს, რა ჟამს, რა არის გასაკეთებელი. ეს იმდენად ცოცხალი და დინამიური პროცესია, რომ დაგეგმარება წინ და წინ ყველაფრისა, რა თქმა უნდა, შორს მიმავალი ხედვა არ არის. და ასე რომ, ასე გიპასუხებთ, რაც შეეხება იმ დიდ ნაკადს, უფალმა არინებოს, ჯერ ეს ქვეყნებიც დალოცოს ღმერთმა, რასასიამოვნო და მართლაც ამაზრზენი იქნება, კაცთა კვლის კიდევ მორიგი ყურება, მორიგი ხედვა, ჩვენ კიდევ ვერ გაუძლებთ.
იოტის ოდენას შემოტევასაც. ამიტომ ღმერთმა ქნას, რომ ისე სწრაფად დასრულდეს ეს ოპერაცია, როგორც ეს იყო წლის დასაწყისში ვენესუელაში, მაგალითად სულ რამოდენი 2 დღე დაჭირდა. ხო, 2-3 დღე თქვა უხეშად ეს. 2-3 დღე. ეს ორკვირიანიც მოთელვითი ომი იყო ისრაელსა და ირანს შორის. აი სამწუხაროდ რა. 2003-ში ხუსეინი რაღაც თვენახევარი დაჭირდა, 2011-ში როცა კადაფის ხო ის რეჟიმი დაემხო, იქაც ძალიან მოკლე დროში და აი ეს მოკლე დრო იძლევა იმის საშუალებას, რომ ეს დევნილები ნაკადი არ დაიწყოს მოძრაობა. თუ ეს ესე სწრაფად დასრულდა, როგორც ამ რეჟიმების დამხობის პროცესი, რომელიც ჩამოვთვალე, მაშინ შესაძლებელია ჩვენ თავიდან ავირიდოთ ამ დევნილების ნაკადის მიღება, მართლაც სამხრეთ კავკასიაში და ღმერთმა ქნას, რომ რა ვიცი ეს ნაკლები მსხვერპლის ანაბარად ურჩევით, რადგან არანაირი ძალიან მინდა ვწდებოდე ჩემს ასე ვთქვათ გამოთქმაში და აზრში, რომ იმედი არ მაქვს გონივრული გადაწყვეტილებისა, ვისაც ხელეწიფებოდეს უნდა და ვისგანაც უნდა მოდიოდეს უპირველეს ყოვლისა, მაგრამ მე მართლა არა მაქვს და არა მხოლოდ მე იმედი, რადგან მათი ფაქტების კონსტატაცია და თითოეული ნაბიჯი ხომ არ მიდის გრადაციისაკენ, პირიქით დეგრადირდება აბსოლუტურად ყველაფერი ჩვენს ქვეყანაში, რაც აი ხელისხელ და რუდუნებით შექმნა ჩვენმა დიდმა მეცნიერებმა გნებავთ განათლების სფეროში და ნებისმიერი მიმართულებით. ზარია ეთერში. ზარი აღარ არის, გაითიშა. ასე რომ გნებავთ ზანგეზურზე იყო კიდევ საუბრები, ეხლა როგორც თურქეთისთვისაა გასაგები, რომ საელჩო დიპლომატიური ურთიერთობებს იწყებს და დაწყებული აქვს აზერბაიჯანს ქურთებთან, ასევე გასაგებია ჩინეთისათვის ეს ზანგეზურის თემა. ძალიან კარგად ვიცით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კონტროლქვეშ უნდა იყოს ეს გზა. და ეხლა ჩინეთი რომ არ ოცნებობს ამაზე, რომ ოღონდაც ეს ზანგეზური ამერიკამ გააკონტროლოს, ეს 2x4-ია, მაგრამ გასაგებია, დინამიურად პოლიტიკურ პროცესში ვლინდება, თუ რა დროს, რა მასშტაბის და რა ნაბიჯია გადასადგმელი. მაგრამ ამ უნარჩვევებს მოწყვეტილი არიან ეს ბედოულათები. ზარია ეთერში მოგზანდით. გამარჯობათ. გამარჯობათ. იცით რა, მე საოცრებას გადავდივარ ამ ჩვენი ხელისუფლებიდან გამომდინარე, რა შირს ამ ჩვენ ხელისუფლებას, რომ ჩვენ ისტორიულ მტრებთან, თურქეთთან, ირანთან, არაბეთთან ამათ ძმებად აფლიან, სულში ისავენ და ერთ მორთმუნე 24 საათი ლანძღავენ რუსებს. ვერ გავიგე რა ხდება ხალხო, გამაგებინო. დიახ, გისმენთ, აბა თუ ეთერში ხართ კიდევ ბრძანეთ. მადლობა ზარისათვის. ხო, ეს ჩვენ ერთმანეთს დიდი ხანია გავაგებინეთ და ვხედავთ გვესმის. მაგრამ რა უნდა მოვიმოქმედოთ, ეს უკვე სხვა საკითხია. როცა ხელისუფალი შენ ყავს ისეთი როგორიც ყავს, რა თქმა უნდა, კონსტრუქციულად შეეცდები რყევების გარეშე, ტკივილების გარეშე, დამატებითი განსაცდელებისა და ექსცესების გარეშე, ოღონდ როგორმე გონებაზე მოიყვანო. შენი წინადადებებით, შენი ზოგჯერ მზა რეცეპტებითაც აქ არ არის, ასე ვთქვათ, ბაქი-ბუქით და რაღაც მესიანიზმით ნაკარნახევი ეს სიტყვები არა. ამ პოლიტერთობაში და პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენლებმა, ბატონმა დავითმა, ქალბატონმა ირმამ, არაერთმა ამ სტუდიიდან სხვადასხვა ფორმატში არაერთხელ შემოგთავაზეს უწინ, რომ ეს ნაბიჯი არ იყო გადასადგმელი. თუ რა ნაბიჯი იყო გადასადგმელი, ოღონდ ეს არა იმის გამოისობით, რომ თქვენთან კოლაბორაცია და ტანდემი სურდათ. არა, ძალიან კარგად ჩანდა და თავიდანვე გემჩნევოდათ, თუ რა ძალა მობრძანდებოდით და ვის სამსახურზე, ვის ღვაწლზე, ვის სისხლზე, ვის ფათერაკზე,
რომ სწორედ ეს ძალა იყო ეხლა სადაც ვიმყოფებით, სწორედ ამის მებაი რახტვე და აი ამ ყველაფრის თავში და სამიზნეც რა თქმა უნდა იმ ჯგუფებისა, რომლებიც მერე თქვენ ბატონო დამავიწყდა გონი ეს სიტყვა სულ რომ ამბობდი ხოლმე, რომელთანაც თქვენ პოლიტიკურად იქორწინეთ. ზარია ეთერში მობძანით. გამარჯობათ. რა ბძანეთ? როდემდე უნდა იყოს საუბარი? არა, ლანგეზურის პრეზიდენტი გარելի საუბარი. რა ცუდად ისმის ძალიან, ცოტა ეკრანსთან ახლოს. იქნებ ეკრანს მოშორდეთ ან რაღაცა აი გაგვაგონოთ უფრო უკეთესად თქვენი. კი ბატონო, კი ბატონო. ეხა უკეთ ისმის. ეხა გესწრეთ. დიახ. უბრალოდ ეს კარიდორი კი გასაგებია ალტერნატიული გზა არის, მაგრამ თელი ჩინეთის თვირთი და აღმოსავლეთ თვირთი ევროპაში ყველაზე მოკლე სახმელეთო გზა არის რუსეთი და ევროპა საქართველოს გამო. ნუ ხა კარგი ის იყო რომ დაუშვათ საქართველოს პირდაპირ უკრაინას შეერთებოდა საზღვაო იმით ვარ მოხდა ეგრე. როგორც ტენდენციას უყურეთ შეიძლება ევროპას რუსეთი შეუერთდეს. შესაბამისად ამ რკინიგზაზე რო ატყდა საუბარი და პორტზე რო საუბარი ეგ ჩინეთის და რუსეთის გარეშე მაინც არ გამოვა. პერსპექტივაში ხო არ ფიქრობთ რომ ეს არ რკინიგზა მაგისტრალი ევროპაში გაივლის აფხაზეთი, რუსეთი, უკრაინა და გამოპირდაპირ ევროპაში. ეთერში ბრძანდებით ისევ? დიახ. იმდენად არაპროგნოზირებადია საერთოდ პოლიტიკური გარემო, ნებისმიერი ტვირთბრუნვა, ნებისმიერი ინოვაცია, რომელიც ეკონომიკურ პროექტს წარმოადგენს, ხომ პირველ რიგში თქვენ ძალიან კარგად იცით, დარწმუნებული ვარ, რომ პოლიტიკის მიღმა არ არის პირიქით, პოლიტიკური მოტივატორი აქვს ხშირად, აი ასეთ ეკონომიკურ პლატფორმებს, ესეთ ეკონომიკურ წამოწყებებს და არაპროგნოზირებადია აბსოლუტურად თუ რა მოხდება თუნდაც აი სამი თვის თავზე, აი როგორ განვითარდება. გასაგებია ტრენდულად ეხლა ძირითადი გეზი აღებულია, რომ მულტიპოლარული სივრცეა შექმნილი და ჰეგემონთა შორის ძალები, ასე ვთქვათ, სასწორის სპინაზე ხან ზემოთ არის, ხან ქვემოთ, მაგრამ და თან რამოდენიმე მოთამაშეა, მაგრამ ესეთ ცალსახად ვერ იტყვით. თუმცა კი ეს კანონპროექტი, რისთვისაც ასე ვთქვათ, მარგი ქმედების კოეფიციენტი ამ კანონპროექტს თავი დავანებოთ, ეკონომიკურ პროექტს რა მიმართულებით ექნება, ეს ცხადია, ბატონო ჩემო, გარდა საქართველოსი, აქ მილსადენებიც გადის. კარგად ვიცი. აქ მილსადენებიც გადის, მე რა მოგვეცხო ჩვენ. ჩვენი ინტერესების შესაბამისად რომ ასე ვთქვათ, ვიფიქროთ და ამ მიმართულებით განვივრცოთ, ხომ? უფრო მეტად გასაგები თუ არა, უფრო მეტად პრაგმატული გახდება ჩვენი პოლიტიკა, მაგრამ მათი პრაგმატიზმი მხოლოდ მათ ჯიბეზე გადის, კაცო, ამას მწუხარებით ვამბობ, რადგან ჩემი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს ხელმძღვანელები და ხელმძღვანელობენ, მართვის სადავეები აქვთ მათ, ვისაც არ უნდა გქონდეს. და მწუხარებით ვამბობ, მწუხარებით ვამბობ, ეს მათთვისაც დიდი განსაცდელია, ბატონო ჩემო. მათთვის რომ არის განსაცდელი იმისთანა უნდა. საშინელი ჯერ თვალი არა აქვთ ახელილი რა განსაცდელის წინაშე დგანან და დადგებიან. შეიძლება ქვეყანას არჩება ბევრი, მაგრამ რო გავა და ტარიბდეს საუბარი ყოველთვის შეიძლება რა. დიახ. კი ბატონო, მადლობა ზარისათვის, მადლობა, გაიხარეთ. დიახ, წინადადებას ასრულებდით. ეხლა მინდა გავაგრძელო ეს სწორედ როცა საუბრის დასაწყისში ვთქვი, რომ ახალი აქტი მზადდება, კანონპროექტი, რომ და იქ ძირითადი ეს შინაარსი ის არის, რომ ეს ხშირად ახსენებენ ეს უილსონი და მისი მეგობარი, ის კონგრესმენი კოენი, რომ ჩინეთის და რუსეთის დაზვერვა აქტიურად მუშაობს საქართველოს ტერიტორიაზე და აი ამის საწინააღმდეგოდ ეს აქტიც უნდა დაემატოს იმ ორ აქტს
და ძირითადად ამაზე არის საუბარი, იმიტომ რომ ხედავენ რაღაც სერიოზულ საფრთხეებს ამერიკელები, კარგად იცნობენ უკვე რეგიონს, კარგად ჩვენ ქვეყანას, რა თქმა უნდა. და თვლიან, რომ ეს აქტი არის აუცილებლად მისაღები, იმიტომ რომ ეს ჩინეთის ექსპანსია რეგიონში ფეხს იკიდებს ძალიან სერიოზულად და ამის საწინააღმდეგოდ ასეთ ნაბიჯებს დგავენ და არ ვიცი ახლა ძალიან ამ თვალსაზრისით მართლაც ახლა ამერიკის თეთრი სახლის პოზიცია როგორი იქნება, მარტო კონგრესზე არ არის ეს დამოკიდებული, ჯერ ეს სენატში გადის და ხო არ ვიცი როდის მივა თეთრ სახლამდე, მაგრამ ხა ფაქტია, რომ კი, კაია, როცა თუ იქნა ჩინური ინვესტიციები მაგალითად ანაკლიის პორტში, კაია თუ ჩინურმა ტვირთებმა იმოძრავა ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ყველაფერი ეს ჩვენს იმაზე არ არის დამოკიდებული, იმიტომ რომ აქ ჩვენზე ბევრად დიდი მოთამაშეები უყურებენ ამ რეგიონს, ბევრი თვლის რომ უკვე რაღაც კონსპირაციულ თეორიებზე საუბრობენ, რომ ამერიკამ დაუთმო რუსეთს საქართველოდად სტრატეგიულ პარტნიორად, ესე იგი გამოაცხადა აზერბაიჯანი და სომხეთი და კი ჩვენს შეგვიჩერეს სტრატეგიული პარტნიორობა, მაგრამ ჩვენ ამ სტრატეგიულ პარტნიორობას ჯერ საბოლოოდ არ დამშვიდობები ვართ. კიდე შეიძლება შემოbrunება ამ პროცესის, იმიტომ რომ ამერიკამ მართლა ძალიან არ უნდა დაუკარგოთ ახლა ის ყურადღება და ის გვერდში დგომა, რომელიც ჩვენ ვიხილეთ ათეული წლების განმავლობაში, სადაც მილიარდობით დოლარი გვაქვს მიღებული ქართული ჯარის მშენებლობაში, აუცილებლად უნდა ვახსენო. დღეს თუ გვაქვს რაღაც გამართული სამხედრო ინფრასტრუქტურა, ჯარისკაცები ყავს გაწვრთნილი, სწორედ ეს ამერიკელების დამსახურებაა. დამსახურება, ასევე საზღვრების გამაგრება, ეს ამ პროცესში აქტიური მონაწილეობა მიიღეს, სანაპირო დაცვა, ბევრი ეკონომიკური პროექტი, სადღაც დახარჯულია 5 მილიარდზე მეტი. და ეს დასაფასებელია, მართალია, ჩვენ ვალში არ დავჩენილვართ. ჩვენი ჯარისკაცები, 50-მდე ჯარისკაცი დაიღუპა ამ საერთაშორისო მისიებში, სწორედ სადაც იქ ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰქონდა წამყვანი როლი და ჩვენ მიგვიღია ბევრ საერთაშორისო წვრთნებში ამერიკელებთან ერთად, ISAF-ის პროგრამაში, წვრთნისა და აღჭურვის პროგრამაში. მოკლედ ყველგან ვიყავით ჩვენ, სადაც შეგვეძლო მართლაც ღირსეული პარტნიორები ყოფილიყავით. ამიტომ კი სტრატეგიული პარტნიორობა არის შეჩერებული, მაგრამ რა ვიცი, ახალი ნორმალური პრაგმატული მთავრობის პირობებში სიტუაციის შემოbrunება უკან აუცილებლად შეიძლება და შეიძლება ყველასთან თანამშრომლობა. ის ტვირთების გატანაც შეიძლება აფხაზეთის ტერიტორიის გავლით, თუმცა ერთი პირობით. საქართველოს მესაზღვრეები უნდა იდგნენ ფსოუზე და არა ენგურზე, რომლებიც მიიღებენ და გააცილებენ ამ ტვირთებს. სხვა შემთხვევაში არანაირი გზა არ უნდა გაიხსნას და ეს არ ვიცი. კი ბატონო, კოლაბორაცია იქნება ჩეჩში შესული, რა თქმა უნდა და ამას კოლაბორაციაც არ ქვია. გეთანხმებით სრულიად. ოთარ რა შეიძლება კიდევ ვითქვას, ბევრი რამ, რა თქმა უნდა, ეს ფორმატი არ იძლევა ხოლმე 1 საათიანი არც კი ასე ვთქვათ, სრულად მიმოხილვის საშუალებას, თუმცა კი იმ ძირითად სატკივარზე, ნაწილზე, უმცირეს ნაწილზე ჩვენ გავამახვილეთ თქვენი ყურადღება, ეს კვლავ ასე გაგრძელდება და ხშირად მithქვამს და კვლავ განმეორდები, ეს არ იქნება მხოლოდ საუბრისთვის, ეს არ იქნება მხოლოდ რაღაც ეკრანზე გამოჩენა, რომელიც არც ჩვენთაგანს ასე ვთქვათ, არ გვამოძრავებს და გვამოძრავებდა ამის სურვილი, ეს ჩვენი ერთობის ამ პატრიოტთა ფრონტის ხაზზე ეს საჭიროება მოვიდა და ამის გამო რა თქმა უნდა მოგმართავთ თქვენ. აი სწორედაც მაჯისცემას ვაყურავდებთ, რომელიც ჩვენს სამშობლოს, ჩვენს ქვეყანას ასე ზოგჯერ არითმიულად, ზოგჯერ ტახიკარდიულად, ზოგჯერ ბრადიკალ, ესეც არ არის სტაბილური, გესმით და აი ამ ფერხულს უფალმა არ მოგწყვიტოს ჩემო ოთარ, რა მოგწყვიტავს, შეგვეწიოს და რაც შეიძლება გავბევრდეთ, მეგობრებო, რაც ჩვენა ვართ, ისა ხართ თქვენ და პირიქით. ჩვენი ერთიანობა სრულიად ერთიანობას მოიაზრებს თავის თავში, ერისა და ბერისა. ჩვენ წუთები, წამები დაგვრჩა,
და მინდა დავემშვიდობო ჩვენს ტელემაყურებელს, რადიო მსმენელს უპირველეს ყოვლისა მადლობა გადაუხადო უფალს, ჩვენს საეთერო ჯგუფს და მომავალ შეხვედრამდე ბატონებო, კარგად ბრძანდებოდეთ.